მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ თუ როგორ უნდა შევასრულოთ აწილადის აწილადზე გაყოფა. მოდი განვიხილოთ შემდეგი მაგალითი. 3.472 გავყოთ 0.4. პირველ რიგში მოდი ეს გაყოფის მოქმედება რა და როგორ დავაკვირდეთ, რა უნდა მოხდეს გაყოფის მოქმედება ჩავწეროთ წილადის სახით. ანუ გვექნება რა, რომ ეს იგივეა, რაც 3.472 წილადის ხაზი, რაც გაყოფას ნიშნავს 0.4. რადგანაც ამას უყურებთ და ჩვენ აწილადის აწილადთან ესე შეფარდება, ანუ გაყოფა არ ვიცით, მოდი ესეთი რამე გავიხსენოთ, რომ წილადი შეგვიძლია მრიცხველით და მნიშვნელით გავამრავლო ერთსა და იმავე რიცხვზე. და გავიხსენოთ ისიც, რომ 0.4 მე შემიძლია მივიღო რაღაცაზე გამრავლებით 4 და ეს რიცხვი არის რა მძიმეს თუ გადავწევ ერთი ციფრით და 10-ზე გადამრავლება. და მივიღე 4. ამ შემთხვევაში მე თუ 0.4-ს ჩავუტარებ იმას, რომ გავამრავლებ 10-ზე, გავიხსენოთ წილადის ძირითადი თვისება, რომ თუ მე 0.4-ს 10-ზე გავამრავლებ, მაშინ ნიშნელი თუ გავამრავლე 10-ზე, მრიცხველმა რა დააშავა, ისიც გავამრავლო 10-ზე. ამ 10-ზე გამრავლება მძიმე გადმოწია ერთი ციფრით, აქეთ და მეორე შემთხვევაში მრიცხველშიდაც მძიმე გადმოიწევს ერთი ციფრით და იქნება აქ 4-ამდე. მოდი ახლა ეს ჩანიშნავ მოხსნათ და გადავწეროთ უკვე როგორ ტიპის ფორმატით იქნება ამ შემთხვევაში. ეს უდრის 34.72 შეფარდებული 4-თან. ანუ რა გავაკეთეთ? გამოვიდა, რომ მძიმე გადავწიე ორივეგან ერთი და იგივე რაოდენობით მარჯვნივ. ანუ მარტივად აქ მძიმე გადავწიე ერთი ციფრით და აქაც ერთი ციფრით. ეს უკვე მე წილადის ხაზი თუ ისევ გაყოფას ნიშნავს, გადმოვწერო 34.72 უნდა გავყო თურმე 4-ზე. ანუ მარტივად რომ დავაკვირდე, თურმე აწილადის აწილადზე გაყოფა დაყვანადი არის 10 წილადის ნატურალურ რიცხვზე გაყოფაზე. და არა პირდაპირ. ხუჯერ აი უშვებენ ხოლმე შეცდომას 4-ზე ყოფილ ხოლმე და ამ მძიმეს იქცევ აქტოვებენ. არა. გამყოფში მძიმეს რამდენზედაც გადავიტან, გასაყოფშიდაც მძიმე იმდენ ციფრზე უნდა გადავიტანო მარჯვნივ. ანუ რა გამოდის? იმიტომ რომ წილადის ძირითადი თვისება გვეუბნება ამ ყველაფერს გადავწიე მნიშვნელში მძიმე, მრიცხველშიდაც იმდენზე. 10-ზე გავამრავლე მნიშვნელში მრიცხველიც 10-ზე. ნიშნელი 10-ზე გავამრავლე მრიცხველიც 10-ზე უნდა გავამრავლო. ანუ მაშინ ჩვეულებრივ თუ დავაკვირდებით, მძიმეს თუ რამდენზედაც აქ გადავწევ, გასაყოფშიდაც მძიმე იმდენზე უნდა გადავწიოთ. ანუ გამოვიდა, რომ 3.472 გავყო 0.4-ზე იგივეა, რაც 34.72 გავყოთ 4-ზე. მოდი შევასრულოთ გაყოფა და დავწეროთ 34.72 შევაფარდოთ, ანუ გავყოთ ქვეშ მიწერით 4-ზე. 23-ში არ თავსდება 34-ში 4 8-ჯერ 4 32 და შემდეგ გამოვაკელით და არის 2, ჩამოდის 7-იანი, მაგრამ 7-იანი უკვე განმოვიტანეთ წილადი ნაწილიდან. არ ვაკეთებ ჯერ კიდევ გაყოფას, იმიტომ რომ თუ მე დამისრულებია მთელი ნაწილის გაყოფა, განაყოფში ვწერ მძიმეს. 27-ის შემდეგ გაყოფილი 4-ზე არის 6, 6x4 24, არის გამოკლების შედეგი 3, ჩამოდის 2, 32-ში 4 არის 8, 8x4 არის 32 და გამოკლების შედეგად მიიღება უკვე 0. ანუ რა მივიღეთ, რომ 3.472 გავყოთ 0.4-ზე, იგივეა, რაც მძიმე ერთით გადაწეული, აქაც ერთით გადაწეული,
34.72 მიასეთი გაგვეყო 4-ზე და შესაბამისად ეს ქვეშმიწერით აქეთ ჩანს რაც მივიღეთ არის 8.78 მიასეთი. ანუ ძირითადი წესი რაც არის გასაყოფი და გამყოფი თუ ორივე აწილადია, გამყოფში მივიღოთ რომ მძიმე გადავწიოთ იმდენზე რომ ნატურალური რიცხვი იყოს. რამდენზედაც გადაიწევს მარჯვნივ მძიმე გამყოფში, იმდენზე გადავწიოთ გასაყოფშიდაც მძიმე და უკვე მერე შევასრულოთ აწილადის ნატურალურ რიცხვზე გაყოფა, რომელიც უკვე წინა ვიდეო გაკვეთილში გვაქვს უკვე ნახსენები. კიდევ განვიხილოთ ერთი მაგალითი, მაგალითად 4.311 გაყოფილი 0.3 მიასეთზე. ამას აღარ დავიწყებ გაყოფის წილადად ჩაწერას და შემდეგ იქ რა წილადის ერთად თვისებას ვიყენებთ და ასე შემდეგ. თუ გამოვიყენებთ წეს, აქ 0.3 მიასეთი მე ნატურალურ რიცხვად მქონდეს უკვე გადაწერილი, მჭირდება 1 და 2 ორ ციფრზე მძიმის გადაწევა. აქ თუ ორ ციფრზე მძიმის გადაწევა იჭირდება, მაშინ აქაც ორ ციფრზე გადავწიოთ მძიმე, 3-იანი, 1-იანი და აქ მოუწევს მძიმის დაწერა. ამ შემთხვევაში გვექნება თურმე 431.1 გაყოფილი 3-ზე. შევასრულოთ უკვე ეს გაყოფა ქვეშმიწერით და გვაქვს 431.1 ქვეშმიწერით გაყოფილი 3-ზე, 4-ში 3 არის 1, 1/3 გამოკლებული 1, 3 ჩამოდის, 13-ში 3 არის 4, 4/3 არის 12, გამოკლებული შედეგად არის 1, ჩამოდის ეს 1-იანი, 11-ში 3 არის 3-ჯერ, 3/3 არის 9, გამოვაკელი მივიღე 2 და ჩამოდის 1-იანი, ეს 1-იანი უკვე გადავედი წილადის ნაწილში და ამიტომ განაყოფში ვწერ უკვე მძიმეს, ჩამოდის მერე ეს 1-იანი, 21-ში 3 თავსდება 7-ჯერ და 7/3 არის 21 და გაყოფის მოქმედება დასრულდა და მივიღეთ უკვე პასუხი. შესაბამისად აქ დავწერთ რომ ეს ტოლი ყოფილა 153.7 მიათეთის. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი და დავწეროთ მაგალითად შემდეგი, რომ 3.1 გავყოთ 2.5 მიათეთზე. შეგვიძლია უკვე დავინახოთ ის, რომ აი აქ აწილადი გვიწერია, მძიმე ერთი ციფრი თუ გადავწიე უკვე საკმარისია ნატურალური რიცხვია, აქაც მაშინ მძიმე ერთი ციფრით გადავწიოთ. ეს შეგვიძლია დავწეროთ, რომ 31 გაყოფილია 25-ზე. შეგვიძლია ეს ჩავატაროთ ქვეშმიწერით გაყოფით და მეორე ხელსაც ავხსნით, როგორ შეიძლება დაიწეროს ეს უკვე, რადგანაც ორი რიცხვია, ნატურალურები პირდაპირ. 31-ში 25 არის 1, 1/25 არის 25, გამოკლების შედეგად არის 6, მაგრამ მთელი ნაწილი დასრულდა, იყო 31 მთელი იყო, ამის შემდეგ არის უამრავი ნულები, ხო? ამიტომ 60-ში კი ბატონო, მაგრამ ჯერ მთელი ნაწილში უნდა დავწეროთ განაყოფში მძიმე, მთელი ნაწილი გამოვყოთ, 60-ში 25 არის 2-ჯერ 50, გამოვაკელით და არის 10, კიდევ ნულიანი გვაქვს იქ, 100 გაყოფილი 25-ზე არის 4, 4/25 არის 100, გამოკლების შედეგად მივიღეთ უკვე 0. ანუ 3.1 გაყოფილი 2.5-ზე იგივეა რაც 1.24 და საიდან მივიღეთ, რომ ეს იგივე 31 გაყოფილი 25-ზე. ერთი კიდევ თუ ჩვენ 31 გაყოფილი 25-ზე მივიღეთ, შეგვიძლია ეს ჩავწეროთ, თუ გაყოფა არის წილადის ხაზი 31-25. თუ შემდეგ აწილადად გვინდა 25 რაზე უნდა გადამრავლდეს, რომ მივიღოთ 100, თუ დავფიქრდებით 4-ზე, ძირითადი თვისება გამოვიყენოთ, ესეც 4-ზე, გამოდის, რომ რა გვაქვს, ქვემოთ გვაქვს 100, ზემოთ გვაქვს 4/1, 4, 4/3,
12, ხო? რადგან 100-ზე გაყოფა ნიშნავს 124-საც, რომ მძიმის 2-ით მარცხნივ გადაწევას იქნება 1.24 მიასეთი. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებას გისურვებთ.